მოგესალმებით ძვირფას რადიოს მსმენელებო, თქვენ უსმენთ გადაცემა წიგნებს, რომელსაც რადიო შოკოლადი და ჯოოსელი წარმოგიდგენთ. გადაცემა ეთერში გადის ყოველ ხუთშაბათს საღამოს 6 საათზე. გადაცემის მოსმენა ასევე შესაძლებელია ონლაინ ვებგვერდზე radioshokoladi.com. ჩანაწერების ხილვა კი რადიო შოკოლადისა და ჯოოსელის Facebook-ის გვერდებზე არის შესაძლებელი. დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ საოცრებაზე, რომელსაც ქვია ომი და მშვიდობა, ლევ ტოლსტოის რომანი. საერთოდ მინდა გითხრათ, რომ ლიტერატურა შესაძლოა და დამწერლობა შესაძლოა მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ ეს წიგნი დაწერილიყო, იმიტომ ამაზე დიდი წიგნის დაწერა ჩემი აზრით უკვე არის შეუძლებელი. დიდი წიგნები დაწერილია, ამაზე დიდი არის თუ მოცულობით ავიღებთ დაკარგული დროის ძიებაში, ყველა ტომს თუ ერთად ავიღებთ, მაგრამ იქ მაინც წყდება, ასე ვთქვათ, კავშირები და მაინც და მაინც ზუსტად ერთი წიგნი რო არის, ეს სადღაც მე მგონი უკვე მეოთხე ტომიდან ნაკლებად იგრძნობა. რაც შეეხება ომსა და მშვიდობას, მისი 4-ვე ტომი, მისი ყველა ნაწილი არის გაჯერებული ერთი გრანდიოზული იდეით და ესა უცნაური წიგნი, ბევრი თვალსაჩინო და მე დიდი ხალისით და სიამოვნებით ვილაპარაკებ ლევ ტოლსტოიზე და მის ამ რომანზე, ვინაიდან ლევ ტოლსტოიმ დაწერა სულ ერთი წიგნი, რომელშიც იგი თავის თავს არ გავს და ამავე დროს სწორედ ამ წიგნით არის იგი ძირითადად ცნობილი მსოფლიოსთვის, თუმცა რომანტიკული მსოფლიო უფრო მეტ პატივს სცემს ანა კარენინას, როგორც ახლახან 2007 წელს ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა. რომანტიკული ისტორიებიდან ანა კარენინა პირველ ადგილზეა, მეორეზე არის ისე იგი მადამ ბოვარი და ასე შემდეგ. ჩვენი საყვარელი წიგნები მლომად არის ამ ისტორიებში, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ რომანტიკული ისტორიის თვალსაჩინოთაც ომსა და მშვიდობას არ აყავს მე მგონი მეტოქე. საერთოდ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის იდეალური წიგნი. თუ შეიძლება დაიწეროს იდეალური წიგნი, რომელშიც არც ერთი ზედმეტის ხაზი არ არის და რომელიც ასეთი დიდია, რომელშიც არის 559 პერსონაჟი, საიდანაც 200 ისტორიული პერსონაჟია და ფაქტობრივად არ არის დაშვებული არც ერთი სერიოზული შეცდომა პერსონაჟებთან მიმართებაში, რაც მოსვლია ჰომეროსაც კი, თუმცა იმასაც უნდა ვთქვათ პირდაპირ, რომ პერსონაჟების რიცხვი ძალიან მაღალი ქონდა, ასევე 500-მდე, მაგრამ იქ ერთი-ორი შეცდომა მაინცაა დაშვებული. აქ ესეც კი არ მომხდარა, ესა ის ეპოქა, როცა არ არის კომპიუტერი, როდესაც ავტორი ფაქტობრივად მთელ თავის წიგნს ვერ ხედავს, როცა იგი ქვეყნდება ნაწილ-ნაწილ, ამას აქვს უზარმაზარი პლუსი ამ ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნებას, იმიტომ რომ თავები ტოლია. ის იმხელა რამდენი ჟურნალმა შეიძლება აიტანოს და ამ ტოლ თავებში ფაქტობრივად დგება ამოცანა, რომ ტოლ რაოდენობაში, თქვათ, სიტყვათა ტოლ რაოდენობაში დავატიოთ რაღაცა დასრულებული აზრი, რაც ზღუდავს ავტორს და ყველანაირი შეზღუდვა, რა თქმა უნდა, უმჯობესებს ხარისხს. ეს ჯერ კიდევ იენსმა შენიშნა, დიდმა კლასიკოსმა ფილოლოგმა, რომ ძველმა ბერძნებმა იმდენი შეზღუდვა დაუწესეს თავის თავს, რომ იძულებული გახდნენ გენიალური ნაწერები ეწერათ, იმიტომ რომ ყველანაირი შეზღუდვა კომუნიკაციების თეორიიდან ცნობილია, არხში შეზღუდვები იწვევს კომუნიკაციის გაუმჯობესებას. თქვენ თუ არ გესმით, მე იძულებული ვარ ასო გავიმეორო, ანუ გავაუმჯობესო ინფორმაცია. მოდი სათაური დავიწყოთ, ვინაიდან არსებობს ძალიან ცნობილი თითქმის ანეკდოტური, ასე ვთქვათ, ყოვლისმცოდნეული გამოხტომა, რომელსაც ჰქონდა სხვათა შორის საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ პოპულარულ თამაში რასად როდის ასახვა თავის დროზე, როცა კითხვა დაისვა ომი და მშვიდობა რას ნიშნავს და იქ მშვიდობა ეს სიტყვა მირი მოგეხსენებათ რუსულად შეიძლება ორნაირად დაიწეროს, ახლა ერთნაირად იწერება, ადრე როცა წერტილიანი ი ჰქონდათ, ორნაირად შეიძლება დაწერილიყო და წერტილიანი ი შემთხვევაში ეს ამ მსოფლიო. და თითქოს ამ ნაწარმოების სათაური სინამდვილეში არის არა ომი და მშვიდობა, არამედ ომი და მსოფლიო, საიდანაც გამოდის, რომ ტოლსტოი თითქოს არ იყო სერიოზული მწერალი, თითქოს იგი სწორ დაპირისპირებებსაც კი ვერ აკეთებდა, თითქოს ის ჩამორჩა, თქვათ, ვინმეს წითელი და შავის ავტორს მაგალითად სათაურში. ეს რა თქმა უნდა მერე და მერე კვლევამ აჩვენა, რომ შეცდომა იყო, უბრალოდ რომელიღაცა გამოცემაში ვიღაცა შეეშალა და წერტილიანი ი დაწერა. ამავე დროს მაიაკოვსკის ცნობილი პოემა ვაინა ი მირ სწორედ წერტილიანი ითია, ანუ ის მართლა ითარგმნება როგორც ომი და მსოფლიო. რაც შეეხება ტოლსტოის, მას აინტერესებდა ომი და მშვიდობა, ანუ მას აინტერესებდა სამყარო
მთლიანად. სამყარო მის ორ ჰიპოსტასში, სხვა ჰიპოსტასი სამყაროს არ აქვს. სამყაროში ან სიმშვიდეა, ან მღელვარება, საგანი ან დევს, ან ტრიალებს, სხვა მდგომარეობა მას არ აქვს. თუ საგანი ცოცხალია, იგი სადღაც რომც იდოს, ეს ნიშნავს რაღაც უზარმაზარი მოძრაობა ხდება იმისთვის, რომ იგი იქ შევინარჩუნოთ. თქვენ შეგიძლიათ ბურთი, პატარა ბურთულა წარმოიდგინოთ მაგალითად დიდი, ასე ვთქვათ, ჭიქის გვერდზე და თუ ძალიან სერიოზულად დაატრიალებ და თუ ეს ყავის დიდი ჭიქა იქნება, აი ესეთი ამერიკული დიდი ჭიქები, რომ ლიტრა რო ეტევა შიგნით, დაატრიალებ, თქვენ პინგ-პონგის ბურთსაც კი შეინარჩუნებთ ერთ ადგილას, ერთ სიმაღლეზე. მაგრამ საკმარისია ხელი გაუშვათ და ის საფლავის მდგომარეობაში აღმოჩნდება, ის ჩავარდება. ომი და მშვიდობა არის ნაწარმოები, რომელიც გვაჩვენებს მოძრაობას, ომსა და მოძრაობას მშვიდობაში. რადიო შოკოლადი და ჯეოსელი წარმოგიდგენთ ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემას წიგნები. თავის დროზე, როდესაც თომას მანი ერკვეოდა თავის წინაპრებში, ლიტერატურულ წინაპრებში, ის პატიოსანი კაცი იყო განსხვავებით მაგალითად გალაქტიონისგან, ეს ლიტერატურულ წინაპრებში ვისაზგინათ ასახელებდა და მხოლოდ მერე და მერე გამოიკვეთა, რომ სინამდვილეში ეს ბარათაშვილის მემკვიდრეა და ბარათაშვილის შინაარსის და აკაკის ფორმის მემკვიდრეა, მაგრამ ყველას ასახელებდა და განსაკუთრებით უყვარდა იმ პოეტთან გადაძახილი, რომელსაც ყველაზე ნაკლებად გავდა. შეიძლება იმით გავდა, რომ სიმაღლე ქონდა იმ ხელა და ჩვენი დრო ახალ რუსთაველს ელის და სხვა ამბობდა, მაგრამ გალაქტიონისგან განსხვავებით თომას მანი იყო პატიოსანი კაცი. მან თქვა დოსტოევსკი და ტოლსტოი. გერმანელმა მწერალმა რა თქმა უნდა გოეთე, მაგრამ დოსტოევსკი და ტოლსტოის და დოსტოევსკიზე თქვა დოსტოევსკი, მაგრამ ზომიერად. ხოლო ტოლსტოიზე ეს არ თქვა, იმიტომ რომ მან ფაქტობრივად აღიარა, რომ ტოლსტოი უზომოდ მიიღო მან და მან განასხვავა ერთმანეთისგან ორი ტიპის ლიტერატურა. ეგრეთ წოდებული ხოსმთქმელი ლიტერატურა, ის რომელსაც მან უწოდა აი პირდა კლასიკური სახელი, ჰომეროსული ლიტერატურა და არასმთქმელი პესიმისტური ლიტერატურა, რომელსაც მან უწოდა ბიბლიური ლიტერატურა. თვითონ ისეთიც დაწერა და ასეთიც, რაც მართალია, ანუ ორივეში მოსინჯა თავი, თუმცა მისი საუკეთესო ნაწარმოები, მიუხედავად დოსტოევსკის დიდი გავლენისა, მაინც ატარებს სწორედ ხოსმთქმელი, ანუ ასე ვთქვათ, ტოლსტოური, ან შექსპირული, ან კიდევ უფრო ადრე თუ გადავიხედავთ ჰომეროსული ლიტერატურის კვალს. ჰომეროსული ლიტერატურა ეს რომელია? ყველაზე საინტერესო ეს არის, რომ მე უკვე ვთქვი და კიდევ უნდა გავიმეორო, ტოლსტოი საერთოდ იყო პესიმისტი. და ყველა მისი ნაწარმოები არის პესიმისტური, ერთის გარდა. ეს ერთი არის ომი და მშვიდობა. ომი და მშვიდობა არ არის პესიმისტური ნაწარმოები. ტოლსტოი საერთოდ ღრმად პესიმისტი კაცი იყო და ეს იყო მწერალი, რომელსაც ეზიზღებოდა თავისი შემოქმედება. განსაკუთრებით აგდებულად უყურებდა ომსა და მშვიდობას და ანა კარენინას. და როდესაც ვიღაცამ უთხრა, თქვენ ომი და მშვიდობის ავტორი ბრძანდებით, თავისთვის ჩაწერა ეს სიცოცხლის ბოლოს ხდებოდა, რომ ხო წარმოგიდგენია, რომ ამ სისულელეების ავტორი ვგონი ვარ მე, რომელიც სულ სხვა წიგნებით ვიწონებ თავსო. გასაგებია, რომელიც წიგნებით იწონებდა თავს, ქრისტიანობის მისი ქადაგებით, აი მით რაც ტოლსტოვშინა და ასე შემდეგ ახდა, რომელიც მოკდა შემდგომ, რომელიც არაფერს არ წარმოადგენს დღეს, მაგრამ მისთვის ის იყო ყველაფერი. ჩვენ ვიცით, რომ ავტორებს არ უნდა ვენდოთ. ჩვენ რომ ეპიკოსი ავტორებისთვის დაგვეჯერებინა. ჩვენ რომ საერთოდ ავტორებისთვის დაგვეჯერებინა, მათი სიკვდილისწინა ფიქრები გაგვეზიარებინა, ჩვენ საერთოდ არ გვეყოლებოდა კაფკა, რომელმაც დაიბარა რომ გაანადგურეთო, ჩვენ არ გვეყოლებოდა ტოლსტოი, რომელმაც თქვა ომი და მშვიდობა გადააგდა და ანა კარენინა, ჩვენ არ გვეყოლებოდა ვერგილიუსი, რომელმაც დაიბარა რომ ჩემთან ერთად უნდა მოისპოს ენეი და იგი დამთავრებული არ არის და არ ვარგაო. მაგრამ იქ მოიძებნა იმპერატორი ავგუსტუსი, აქ კი მოიძებნა კატკოვი, რომელსაც უკვე ჰქონდა გამოცემული ნაწილ და მილიონჯერ, ასე ვთქვათ, ტირაჟირებული და ტოლსტოის რაც უნდა ეთქვა და მართლა რომ შეწყვეტილი იყო წიგნის გამოცემა, მე მგონი იმდენი იყო გამოცემული, რომ რა ვიცი, აბა ახლა დღევანდელ მსოფლიოში
ვიღაცები ტრაბახობენ, რომ აი მეო, კაცო, დღესო 200,000 ტირაჟით გამოვეცი წიგნიო და მართლაც არის სატრაბახო, აი იტალიურ ენაზე 2010 წელს 200,000 ტირაჟით გამოიცა პრაღის სასაფლაო. ეს არის იტალიის ისტორიაში წარმოუდგენელი შემთხვევა, დანტეს არ ღირსები არის, საერთოდ არავის არ ღირსებია და როგორ შეიძლება ვინმე ეგრესოს ასეთი ტირაჟი, ეს ხო საქართველოს არ არის, სადაც ასეთი ტირაჟით ერთხელ რუსთაველია გამოცემული და 100,000-იანი ტირაჟები პატარა პოეტებსაც კი უკისრია და 60,000-იანებზე ლაპარაკიც არ მინდა, იმდენ ვინმეს ჰქონდა თავის დროზე და იმდენმა ოჯახმა შეიძინა, მაგრამ ტოლსტოის ტირაჟებმა რუსეთი კი არა, მე მგონი მთელი მსოფლიო გააუგნა, იმიტომ რომ თან ახლა რამდენადაც ჩვენ ვიცით კატკოვი მალავდა ტირაჟის რიცხვს, იმიტომ იქაც თავისი ამბები იყო და არ იყო ეს გადასახადოსთან დაკავშირებული, სხვა რამესთან იყო დაკავშირებული. ვინაიდან გარკვეული გაგებით მაინც ფრთხილად უყურებდნენ ამ ნაწარმოებს. მოდი ვთქვათ, როგორ დაიბადა ომი და მშვიდობა და ამ შემთხვევაში ომი და მშვიდობის დაბადება ჩვენ გვეტყვის იმასაც, თუ როგორ დავწეროთ დიდი წიგნი. აი როგორ უნდა დაიწეროს ომი და მშვიდობა. ეს რა თქმა უნდა უფრო არასერიოზული კითხვა და ამ კითხვაში ასე თქვა შეიძლება ფილოლოგის სული გამოშვიორდეს, მაგრამ მე დაახლოებით ხვდები, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს არა ავტორის ბიოგრაფიას და ამ ბიოგრაფიაში ერთ განსაკუთრებულ მომენტს, რომ იგი ცხოვრობდა ერთ იმდენად მოსაწყენ ქალაქში, რომ წერლობა დაიწყო და ვინაიდან ჩვენს ქალაქში მოხდა ეს მოხდა ჩვენ სატრაბახოდ გვაქვს აქ ფეხი აიდგეს ჩვენ არზოს არ ვამბობთ რატომ აიდგეს აქ ფეხი მწერლებმა მაგრამ ასეა თუ ისე ფაქტია ლევ ტოლსტოი როგორც მწერალი შედგა თბილისში და მან თავის თავი დააჯერა თბილისში რომ იგი მწერალია თუმცა როგორც გითხარით მთელი ცხოვრება ეჭვიეპარებოდა იმაში არის თუ არა იგი მწერალი როგორ დაწერა მან დაეწერა რომანი დეკაბრისტებს ის პირდაპირ ხედავდა სახეს მოხუცი ნატაშა როსტოვა და პიერ ბეზუხოვი რა თქმა უნდა ბრუნდებიან გადასახლებიდან 1859 წელს. აი რა არის დასაწყისი იმ ნათელი რომანისა, თელმა მსოფლიო მიცის, რომ ძალიან შორსა აი ამ მოხუცი ნატაშა როსტოვა. საერთოდ მოხუცი ნატაშა როსტოვა მოშვებული, მოსუქებული, არც ისე ლამაზი, პიერ ბეზუხოვი, დატანჯული და ასე შემდეგ. ეს არ არის ტოლსტოი, თურმე. თუმცა კი ასე იწყებოდა. მას უნდოდა დაეწერა როგორ ბრუნდა, რა თქმა უნდა, ბეზუხოვი იქნებოდა დეკაბრისტი. რა თუნდა ამას ლაპარაკი, რა თქმა უნდა დეკაბრისტების იდეამ იგი მიიყვანა იქამდე რომ ვიღაცა იქიდან უნდა დაბრუნდეს ეს ძალიან ღრმა ქრისტიანული იდეა ეს ასეთი იდეები მოწონს ტოლსტოის რომელიც ცოდვილი კაცი იყო და მერე მოინანია და როგორც იციან ხოლმე ყოფილმა ცოდვილებმა ესე იგი თავისი მონანიებით თემი სოფლიო ვერა მაგრამ ახლობლები ძალიან შეაწუხა იმიტომ რომ ასე იციან ხოლმე მეც აგერ სიგარეტს არ ვეწევი 11 წელია ვინმე 12 წელია და ვინმე რომ მითხას 10 წელიო გავუსწორებ 12 წელია მეთქი ზუსტად ასე ლაპარაკობენ ყოფილი ნარკომანები ზუსტად ასე ლაპარაკობენ ყოფილი ლოთები იმიტომ არ არსებობს ყოფილი არც ნარკომანი არც ლოთი არც მწეველი მე აი 10 წელია 12 წელია არ ვეწევი მაგრამ ხო ნათელია რომ მწეველი ვარ ახლა ამაზე ლაპარაკობ ტოლსტოი ზუსტად ასეთი ცოდვილი კაცი იყო რომელიც მე იყო უცოდველი მოგეხსენებათ და აი ამ ტოლსტოიმ განიზრახა რომ ეს ეჩვენებინა მონანიება ეჩვენებინა ბევრი რომანი დაწერა ამაზე ვასკრესენიანი აღდგომა დაწერა ამაზე არ ვარ გაის ნაწარმოები ახლა შედარება არა ომსა და მშვიდობასთან მაგრამ სად ამასაც ასე იწყებდა და იმ წელს მიხვდა რომ 25 წლამდე უნდა მივიდეს იმიტომ რომ უბრალოდ აჩვენო როგორ ბებრები როგორ ბრუნდებიან სახეზე ეს არ აღმოჩნდა ის რაც მას აინტერესებდა ამიტომ დაინტერესდა 25 წლით 25 წელი თქვა რომ ადამიანი უკვე მოწესრიგებული, ჩამოყალიბებული ასეთ პროტესტს რო გამოხატავს. და რამ შეიძლება გამოხატოს? საერთოდ როგორ უნდა გაბედო ეგეთი რამ რუსეთის იმპერიაში, როგორ უნდა ამოიღო? ისეთი დამსახურება უნდა გქონდეს, რომ ამის ძალა ქონდეს, ნათელია, რომ ესა ხალხი რომელმაც ომი მოიგო. ომი მოიგო და სხვანაირად სოფლიო ნახა. ეს ბევრჯერ ასე თქვა წაადგება რუსეთს მეორე მსოფლიო ომსაც რომ მოიგებს იმას მოყვება ეგრეთ წოდებული ოტტეპელი იმიტომ რომ ევროპა ნახეს რომ ის კი არა ცხოვრება რაც აქა არამედ სხვაც ყოფილა ცხოვრება სხვანაირიც ყოფილა პირველად დაინახა საბჭოთა
ჯარისკაცი შედიოდა როგორც განმათავისუფლებელი და ეგრევე ტყვევდებოდა დასავლური კულტურით და დასავლური ცხოვრების დონით, ზუსტად ასე მოხდა მაშინაც, როგორც ჩანს. ამიტომ ტოლსტოიმ მიხვდა, რომ იმისთვის, რომ 25 წელი აღწერო, საჭირო არის რუსეთის სამამულო ომის აღწერა, ნაპოლეონის აღწერა. ხოლო იმისთვის, რომ ნაპოლეონის ამბები აღწერო, საჭიროა აჩვენო რუსეთი სისუსტეში. და რუსეთის სისუსტეში ესა 1805 წელი. ესა უნდა აჩვენო, როგორ წაიქცა, როგორ ნელ-ნელა დგებოდა ფეხზე, როგორ მოიგო რუსეთმა ომი, რომელიც წააგო. ეს ყოველთვის დიდი საოცრება, აი მე, ჩვეულებრივი ქართველი მოქალაქე, ჩავედი რა ქალაქ პარიზში და ვნახე რა პარიზის ყველა ღირსშესანიშნაობა, რა თქმა უნდა არ გამოვრჩი და ბევრჯერ ჩავედი და ბევრჯერ ვნახე და ზოგიერთი შეიძლება კიდევ დამრჩა, მაგრამ აი ტურისტები რო ამბობენ, ისინი არ გამოუჩენია, იმიტომ რომ სასაფლაო არ დარჩა პარიზში, მე რო არ ვიყო ნამყოფი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველანაირი ინვალიდები და ასე შემდეგ დიდი ხანია ათვისებულია თავისი მუზეუმებიანად და სხვა. და აი ინვალიდებში ჩვენ მივდივართ იმისთვის, რომ უბრალოდ ნახოთ სად წევს ის პატიოსანი კაცი, პატარა კაცი, რომელიც 7 კუბოში ისე ჩაასვენეს, რომ უზარმაზარი კუბო გამოვიდა. კუბოში არის მოგეხსენება და იმისთვის რომ ეს ნახო, ან ზემოდან უნდა დახედო, ანუ ქედი უნდა მოიხარო, ან ქვემოდან უნდა ახედო, ანუ სეცაში უნდა აიხედო. სხვანაირად ნაპოლეონს ვერ შეხედა, ასე მოიფიქრეს მისმა თაყვანისმცემლებმა. ხანდახან ფრანგებმა, მაგრამ ნუ იტყვით, იმიტომ რომ ნაპოლეონი ვერ მოხვდა 10 საუკეთესო ფრანგში, ყველა დროის 10 ფრანგში ვერ მოხვდა ნაპოლეონი. საერთოდ როცეულში რომ მოხვდა, მადლობა თქვას, იმიტომ რომ ათეულს ხელმძღვანელობს გენერალი დე გოლი. გენერალი, პრეზიდენტი, პოეტი, გადამდგომი, ალჟირის დამტვრებელი, დიდი კაცი, მაღალი კაცი, დიდი ადამიანი. აი მაღალი განსაკუთრებით ხაზგასმული ნაპოლეონთან შედარებით. ის და იმას მისცეს უპირატესობა, მე მგონი მესმის ფრანგებისა და გაცილებით უფრო სიმპათიური კაცი არის, მიუხედავად იმისა, რომ აღიარებს, რომ ნაპოლეონი პატარა კაცი არისო, ახლა განმორჩილობა მისი არაფერი შუაში აქ არ არის. რა თქმა უნდა, დიდი კაცი იყო, მაგრამ დიდი სისხლის და დიდი არის ხალხი, რომელსაც ეს მოწონს, ტოლსტოი მათ რიგებში არისო. ნაპოლეონი მას არ მოსწონდა. და ეს არის ერთადერთი პერსონაჟი, მე მგონი, მთელს ამოდენა რომანში, რომელიც მას არ მოწონს. ნუ კიდევ მას არ მოეწონა რუსი ხალხის აქციელი, მაგალითად ვერეშაგინის ეპიზოდში და სხვა, მან აჩვენა ყველაფერი, როგორც იყო. პლუსი, მინუსი, ყველაფერი. წარმოუდგენელია ამის მერე ვინმე მწერალმა თქვას, რომ რაღაცა ახალს ირყვის წერლობაში. დიახ, ახალი ტიპის წერლობაც გაჩნდება, რა თქმა უნდა, სრულიად ახალი მიდგომა. სტოკმანი იტყვის, რომ როზენკრაცი და გილდენსტერნი ისინი უფრო მნიშვნელოვანი არიან ვიდრე ჰამლეტი. ბევრი რამ მოხდარება ლიტერატურაში, მაგრამ ტოლსტოი მაინც ისეთი ხელუხლებელი რჩება, იმიტომ რომ უკეთესი, ასე თქვა, წერლობის მოფიქრება თითქოს ძალიან ძნელი. აი მან დაიწყო იმით, რომ უნდა აეხსნა ეს ფენომენი, როგორ წააგო რუსეთმა, რომელიც მოიგო. ანუ წაგება, მოგება, რომ ერთია ჩვენს ვიცით, ყავდა ასეთი ხალხი, რომელიც გვარწმუნებდა, რომ მოვიგეთო, მაგრამ მაინდა-მაინც მოგებულად ვერ ვიგზენით თავი, ტერიტორიები დავკარგეთ და იქ ნამდვილად მოგება იგრძნეს, რომელიც ეგაც ბოლოს და პარიზში შევარდნენ, ესე იგი რუსული რაზმები. იგრძნეს, მაგრამ როგორ მოხდა ეს? როგორც გითხარით, იმისთვის, რომ ნაპოლეონთან მიხვიდე, უნდა დაიხარო. რომ დაიხარები, ამ კუბოს გარდა კიდე დაინახავ წარწერებს. ამ წარწერებში ერთ-ერთი ყველა, ნუ რა თქმა უნდა, მარენგო, რა თქმა უნდა, გასაგებია პირამიდები, მისი სიდიადე, სადაც რა მოიგო, რივოლი, ყველაფერი იქ არის. მაგრამ იქ ამავე დროს არის მოსკოვი, ანუ მოსკოვი მოგებულია. ლევ ტოლსტოი ალბათ გააპროტესტებდა საფლავის წარწერას, მაგრამ ფაქტია, რომ მოსკოვი მოიგო, ახლა ბოროდინოს ბრძოლა ნაპოლეონმა მოიგო. უბრალოდ ომი წააგო, თორე ბრძოლები, რა თქმა უნდა, მოიგო. და როგორ მოხდა ეს? აი ტოლსტოის ეს აღელვებს სასტიკად, ტოლსტოიმ გამოიყვანა დადებითი პერსონაჟი, კაცი, რომელმაც ომი არ იცის, რომელიც არის მხედართმთავარი, რომელიც აზიარა რა არის ომი საერთოდ. მე მგონი ისიც კი არ იცის ფლანგების არ და როგორ უნდა განალაგოს, მაგრამ მაინც ძალიან მაგარი და მაინც მოიგებს. რატო? იმიტომ რუსი ხალხი იცის. ძინავს, როდესაც სერიოზულად ირჩევა ამბები და იქ არიან ნამდვილი სამხედროები. იქ არის ჩვენი თანამემამულე, მე მგონი მაგომის ერთადერთი ნამდვილი გმირი თუ სამხედრო თვალსაჩინით შევხედავთ, რომელიც საფლავი მერე კომუნისტებმა ააფეთქეს და მისი ბოტპორტები ჰაერში ავარდა. ჩვენი ბაგრატიონი
უდიდესი გმირი რუსეთის ისტორიის და მიუხედავად იმისა, რომ მისი ქართველობა, რა თქმა უნდა, ახლა სალაპარაკო არ არის, იმიტომ რომ ის რუსი გენერალი იყო, ქართული წარმომავლობის, მასეთი რუსებს როგორც ამბობენ, ახლა კიდევ დაიწყეს ლაპარაკი, რომ მეფეებიც მასეთები ყავდათ, ეგ არ არის მნიშვნელოვანი. მე მგონი მნიშვნელოვანი არის, რომ პირადი წარმომავლობის მიუხედავად ის იყო ნამდვილი გმირი, რომელიც მოკვდა ამ ომში და რომელიც ვაშკაცური ბრძოლა აჩვენა. მაგრამ ამის გვერდით იყო ეს უგამოცდილესი, ოღონდ გამოცდილი არა გამარჯვებებში, არამედ ცოდნაში, რომ მოთმინებით და ტერიტორიით გვხვდება მითები. აი ის რაც მერე 100 წლის მერე თქვა ძალიან დიდმა მეცნიერმა, რომ მითი კი არ გვხვდება დროში, მითი გვხვდება ტერიტორიაში, მითი იმით კი არ გვხვდება, რომ დრო გადის და ასე ვთქვათ, მისი ძალის აღარ ჯერათ. მითი გვხვდება იმით, რომ მეზობელი ხალხი ისესხებს, იმისგან სხვა მეზობელი ისესხებს და ნელ-ნელა მითიური საფუძველი ეცლება და ნელ-ნელა სულ უფრო ადამიანური ხდება და ბოლოს მოკვდება. იმიტომ რომ მოვა ვიღაც თომა და თით შეუყობს ჭრილობაში, რომ გაარკვიოს მართლა იყო თუ არ იყო, ანუ მითი უკვე მკვდარია, რა თქმა უნდა, როდესაც თითით ხდება მითის შემოწმება. ზუსტად ასე ლევ ტოლსტოის უნდა აჩვენოს როგორ იგებს რუსეთი ნაპოლეონის მითს ანგრევს არა დროში, არა იმით, რომ ძალიან მაგარი ბრძოლები დაახვედრეს და ამ სოფლიო გამოცდილების სტრატეგოს რაღაცა ახალი რუსული სტრატეგია იყო, რომ ბევრი ხალხი დაიხოცა, ქალაქი დატოვეს და ქალაქი დაწვეს. ეს იყო რუსული სტრატეგია. ახალი რუსული სტრატეგია იყო გამარჯვება. არ აჩუქეს ნაპოლეონს. ნაპოლეონი შევიდა ცარიელ ქალაქში. ეს იყო პირველი შემთხვევა. ის რა თქმა უნდა ჩავარდა უღრმეს შოკში. ჩვენ არ ვიცით, მე კი არ ვარ დარწმუნებული, რომ ტოლსტოისთან ისტორიას არ აქვს პრეტენზიები. არიან რუსი ისტორიკოსები, ასე არ იყო, სხვანაირად იყო და სხვა. მაგრამ გარწმუნებთ მე, რომ ომის ამბავში ტოლსტოი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ისტორია. იმიტომ რომ მან დაინახა ამ ომის სული. ნებისმიერი ისტორიკოსი, რომელიც მოგვიყვება კუტუზოვზე, რომ ის ვერ ერკვეოდა და სხვა, გავს ისტორიკოსს, რომელსაც გონია, რომ სტალინი მართლა გლობუსით მართავდა მსოფლიოს. რა მნიშვნელობა აქვს გლობუსით მართავდა თუ არა? თქვენ ხო იცით და მეც ხო ვიცი და ყველამ ვიცით, რომ შესანიშნავად უხელმძღვანელა იმ ომში რუსულ არმიას, ამხანაგმა სტალინმაც. მას ბევრი ნაკლი ჰქონდა, მათ შორის ნაკლი იყო ისიც, რომ მილიონი კაცი შეეძლო დაეხარჯა კიევის ოპერაციაზე, იმიტომ რომ 7 ნოემბერს ჭირდებოდა. მან ისიც იცოდა, რომ 7 ნოემბერს კიევში შესვლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მილიონი კაცი. და იმ დროს, როცა საყვედური უთხრეს, მან თქვა ფრაზები, რომელიც სხვა ჯერის ტოლსტოის კარგი ცოდნა გამოავლინა. მეო ნიკოლოზმო, ხალხი თulit კი არ ჩამობარაო. ეს სიტყვები, რა თქმა უნდა, არ არის ზუსტი პარაფრაზი, მაგრამ ესაა იმ ცინიზმის გამოხატულება, რომლითაც რუსებმა შეძლეს ნაპოლეონის დამარცხება. მოდი ვნახოთ ახლა ნაპოლეონს როგორ ამარცხებს თვითონ ტოლსტოი. ტოლსტოი იქნებოდა ძალიან პატარა მწერალი, თავიდანვე რომ დაეწყო, ფუ ნაგავი ნაპოლეონი ცუდი და ასე შემდეგ და ეჩვენები არა წარმორჩილი, ასეთი უშნო და არ არის ამის კაცი. ტოლსტოი იწყებს ნაპოლეონით ახთვანებით. იმიტომ რომ ტოლსტოი დიდი მწერალი, ეს სიტყვა არა, ძალიან დიდი მწერალია საიმისოდ, რომ წესების მიხედვით იცხოვროს. ლიტერატურაში არის ერთი წესი, რომელიც აღმოაჩინა ჯერ კიდე არისტოტელემ, რომელიც წესს არ არღვევს თითქმის არავინ. მან თქვა, იმისთვის რომ ჩვენ უთანაგზნოთ გმირს, გმირი უნდა იყოს კარგი. გმირი არ უნდა იყოს ცუდი კაცი, მაგრამ ამ კარგს უნდა მოუვიდეს შეცდომა. ბერძნულად ეს ჰამარტია და ამ შეცდომამ იგი უნდა მიიყვანოს თავარცოდვამდე, ჰიბრისამდე, ანუ ქედმაღლობამდე და ქედმაღლობით ან უნდა დაუშვას ახალი შეცდომა. ესე იგი, შეცდომა გამაყებს კაცს, მაგალითად, ოიდიპოს გონია, რომ იცის ვინ არის მისი დედა და მისი მამა, ამიტომ აკეთებს გადაწყვეტილებას, რომელიც თავიდანვე მცდარია, ეს გადაწყვეტილება გამოიწვია მისმა ქედმაღლობამ, რომ მას რო გონია, რომ რაღაცა იცის, როგორ შეიძლება ადამიანმა რამე იცოდეს, ამბობს სოფოკლე. ზუსტად ასე, ტოლსტოის ქონდა წინ მაგალითი, რომ ასეთი გმირები უნდა დაეხატა. გმირი, რომელიც არის კარგი, მაგრამ რომელსაც აქვს ქედმაღლობა და რომელიც დაუშვებს შეცდომას. დიახ, მან აჩვენა გმირი, რომელმაც დაუშვა შეცდომა, მაგრამ არა ქედმაღლობის გამო. საერთოდ ტოლსტოიმ გამოიყვანა პერსონაჟი, რომელსაც არ აქვს ნაკლი.
ასეთი რამ ლიტერატურაში არ შეიძლება, ეს აკრძალულია, ცნობილია, რომ ასეთი, ესე იგი, ხუთოსანი, ბავშვობიდან ლამაზი, მდიდარი, ორი საქართველოს ხელა მარტო მამულები რო აქვს მამის, ღირსეული, პატიოსანი, გამგები, გულთან ახლოს მიმტანი და სამხედრო და გმირი და ეს შეუძლებელია ერთ კაცია, ასეთი რამ არ შეიძლება. ასეთი რამ არ არსებობს. და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ლიტერატურაში ასეთი გმირის გამოყვანა იწვევს კატასტროფას. ესაა მერვე კლასელი გოგოების დაწერილი მაღალი ქერაც ისპირტვალება. გასაგებია იქ რაც მოხდება. და ტოლსტოიმ გამოიყვანა ასეთი ერთადერთი, როგორც მაგათ იციან ხოლმე მაგ პერიოდში დაბადებულმა მწერლებმა, რატომღაც ცოტა სიმაღლე წაართვა. ანუ რატომღაც ჟულიან სორელიც და ტოლსტოის მთავარი გმირიც რატომღაც სწორედ აქ არიან. ეხლა მას აქვს ნაკლი. მისი ნაკლი არის მამამისი. ეს ახლა რეალურად ჩვენ ხო ხვდებით, რომ სერიოზულად ნაკლი არ არის. ესა კაცი, რომლის მანკიერება იწყება მისი გვარიდან. ისა გვარად ბალკონსკი, ასეთი გვარი არ არსებობს. რუსეთში არსებობს გვარი ვოლკონსკი. ეს იცის გადასარევად ტოლსტოიმ, იმიტომ რომ ეს მისი ნათესავები არიან. ეს დედამისია, ის ბიძამისია, ეს ბაბუამისია. ბაბუამისში იყო ის კაცი, რომელიც არის მამა ბალკონსკი. საშინელი, გაუტანელი კაცი, რომელმაც დაღუპა პრინციპში ნატაშასა და ანდრეის სიყვარული, მაგრამ რომლის მიმართ აიც არ გვიჩნდება ის გზნობა, რომ აი ნახე რა საშინე, რა საზიძღარე და სხვა, იმიტომ ძველი ეკატერინეს დროინდელი კაცია. ჩვენ დღესაც ხმარობთ ამ ტერმინს და ზუსტად მას ეხება. აი იქაურია მართლაც ის ეპოქა, სხვა ეპოქის ადამიანი. და შვილი, ორი შვილი, ორი იდეალი. და ძმა, მართალია, მარია შეიძლება ისეთი ლამაზი არ არის, როგორც ანდრეი, შეიძლება ახლა იქაც რაღაცა. ანდრეი ბალკონს ხო გეუბნეთ, ნაკლი არ აქვს. ნებისმიერ მწერალთან. ეს კაცი წააგებდა, იმიტომ რომ ბალკონსკის გამო ამოთხრიდან საფლავიდან ეთქოდა რა არის კაცო, საიდან ახლა ეგეთი. როგორ ანდრეი ბალკონსკი, ნახეთ, ხალათს გადაიტანს და რაც თავარია, აპატიებს. ანდრეი ბალკონსკი გმირია, მაგრამ გმირობის შესახებ მას მოყოლა არ შეუძლია. ანდრეი ბალკონსკი ისეთი გმირია, რომ სხვის გმირობას ხედავს და ის აღიზიანებს, რომ ვიღაცას თავისი გმირობის წარმოჩენა არ შეუძლია. ამ დროს თვითონაა ასეთი. კაპიტან ტუშინის ამბავი აღელვებს, რომელიც არის გმირი, მაგრამ ვერ იხატება გმირად და ვიღაცებს გონიათ, რომ ასეთი არ არის. და საწყენია ძალიან, მაგრამ ნუ ეშინია კაპიტანს კითხველებმა, ჩვენ ვიცით. ვინ არის გმირი მაგ რომანში და ვინ არა. აი ანდრეი ბალკონსკის ყავს თავისი კერპი. და ეს კერპია ნაპოლეონი. ასე იწყება ეს რომანი. ეს რომანი იწყება იმით, რომ ანდრეი ბალკონსკი შეხვედრა არის ეს დიდი, როგორც იციან, როგორც იცოდნენ რუსმა არისტოკრატებმა, დიდებული რუსეთი წარმოჩინდება ჩვენთან. ჩვენ ამ რუსეთს არ ვიცნობთ. კომუნისტებმა სწორედ ეს რუსეთი ამოხო. ჩვენ რო რუსეთს ვიცნობთ, ის ასეთი არ არის. უბრალოდ ტოლსტოის ან უჯერებთ ან არა, იმიტომ რომ ანდრეი ბალკონსკის რუსეთი არსებობდა, იმიტომ რომ ჩვენ რო გვეუბნებიან რუსეთი მარტო ერთია, არა განაცვალე პუტინის რუსეთის გარდა არსებობდა ბალკონსკის რუსეთი. თუმცა რა თქმა უნდა მესმის რომ პოლიტიკურად ახლა ვიღაცა იტყვის რომ ეს მაინც მონობა რუსეთი შექება ნებისმიერ, მაგრამ უნდა ვთქვა რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ნაწილი ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვანია. ტოლსტოი რომ რუსი მწერალი, ეს არის ასეთი შემთხვევითობა რომ მაინდამაც პრაგი რო ყოფილიყო იგივე სიზანდა. მას ნაპოლეონი არ მოწონს, იმიტომ კი არა რომ მისი დიდეს ვერ ხვდება. მას ნაპოლეონი არ მოწონს, იმიტომ რომ ნაპოლეონს თავის თავში ეჭვიარება. ტოლსტოი სხვა კაცია. ტოლსტოი არის კაცი, რომელსაც თავის თავში ეჭვიებარება. ტოლსტოი ქადაგებს, რომ შენ ასეთი უნდა იყო. აი ანდრეი ბალკონსკის ეპარება თავის თავში ეჭვი და შენ რა დაგემართაო, გეუბნება ბოლოს და ბოლოს ანდრეი ბალკონსკისავი დიდარი, ლამაზი, თუ ღირსეული, თუ გმირი ხარ. ბალკონსკის გმირობა ისე აღწერილი. როგორც არ შეუძლია აღწეროს არც ერთმე. ტოლსტოიმ გვაჩვენა ყალბი გმირობა და ნამდვილი გმირობა. ყალბი გმირობის მაგალითი არის ასეთი: კაცმა დაინახა მტერი, პისტოლეტი ესროლა, ამ სიტყვის პირდაპირ ნიშნავს, ან პისტოლეტიდან კი არ გაისროლა, თვითონ პისტოლეტი ესროლა და გამოიქცა და დაიჭრა. და ყვება რომ ესროლა და მარჯვნიდან მარცხნივ ყველა დაახოცა და სხვა, როგორც ყვებიან ხოლმე ომის ამბებს.
როგორც ყვებიან ციხის ამბებს, როგორც ყვებიან ნადირობის და როგორც ყვებიან, ასე ვთქვათ, ამბებს თევზაობის. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ის ასე ყვება, სანამ არ შერცხება და სანამ მართლა გმირი არ გახდება ეს კონკრეტული ნიკოლაი როსტოვი. რაც შეეხება ბალკონსკის გმირობა რა არის? ბალკონსკი იყო ადიუტანტი. ადიუტანტი არის შტაბი. შტაბი ეს არა გმირობა. გმირობა არის ცხენოსანი წინ რომ მიდის ომში და ყველა მიცით, ჯერ კიდევ ჰომეროსიდან ვიცით რომ ნამდვილი გმირები წინ იბრძვიან. წინა ხაზის მებრძოლი. წინა ხაზში შეიჭრა რო იტყვის ჰომეროსი ნიშნავს რომ აი ესაა გმირი და ვიღაცა უკანა ხაზი არის და როდესაც ლაპარაკია კამათი, რომელიღაც აქილევსი, რომელიღაც აგამემნონს ეთქვეს რომ შენ წინა ხაზზე რაღაც არ დამინახი ხარ ძმაო და ეს ნიშნავს რომ მოკლა ხალხში იმ წუთას ჩააგდო. ამიტომ შტაბის ოფიცერი არ იქნება და იქ ნაჩვენებია ნამდვილი ოფიცრები როგორ უყურებენ ამ თეთრებში ჩაცმულ შტაბის ოფიცერუკა სტანმორჩილ ვიღაცა ბალკონსკის და ეს შტაბის ოფიცერი რომ დაინახას რომ დროშა დაეცა მოკიდებს ამ დროშას ხელს დაიძრება და იმ წუთას მოკვდება. ანუ არ მოკვდება მერე გაირკვევა რომ თურმე ცოცხალი ყველას ხომ მკვდარი გონია დროშით ხელში წევს ლამაზი კაცი ჩამოივლის ნაპოლეონი, რომელიც მისი კერპია, მაგრამ რომელიც არ არის კერპი ტოლსტოისა და რომელიც უნდა გაანადგუროს ტოლსტოიმ ამ რომანის მანძილზე, მაგრამ არ ეჩქარება, იმიტომ დიდი მწერალია და ფიქრობს რომ მე რატო გავანადგურო, ჩემმა მკითხველმა გაანადგუროს. და აი ანდრეი ბალკონსკის თვალში გაუფასურდეს ის, ვისთვისაც კერპი იყო, იმან დაინახოს, ვინა ნაპოლეონი იტყვის წყინვალეს იტყვეს. Вот прекрасная смерть. აი შესანიშნავი სიკვდილი. და აღმოჩნდება მტყუანი, კაცი მკვდარი არ არის. და აქედან იწყება ჩვენი სკეპსისი. რომ ნაპოლეონი შეეშალა. და შეეშალა უბრალოდ ყველა შეიძლება შეგვეშალოს, მაგრამ ნაპოლეონი თურმე ყველა შევიძლია შეგვეშალოს, მაგრამ იმას არა, ასე არ არის. შეეშალა სიკვდილ სიცოცხლის საკითხში შეეშალაო ტოლსტოი ამბობს. რა თქმა უნდა, ტოლსტოი აქედან დიდ დასკვნებს არ აკეთებს, აქედან დიდ დასკვნებს ის აკეთებს, ვინც ცოცხალი იყო და ვიზზე ვიღაცამ თქვა, მკვდარიაო, ამას ვინ გაპატიებს. მის თვალში იწყება ნელ-ნელა დევალვაცია ნაპოლეონის. მეორეჯერაც ასეთ გმირობას ჩაიდენს ამჟამად ბოროდინოს ომში. ეს კაცი ასეთი გმირობების კაცია, მაგრამ ეს არაფერი არ არის იმასთან, რა გმირობასაც ჩაიდენს ანდრეი ბალკონსკი სიკვდილის წინ, როდესაც იგი შეძლებს და ნატაშა როსტოვას იმას აპატიებს, რისი პატიებაც შეიძლება ნაპოლეონს აპატიო, შეიძლება სამშობლოს აპატიო, ღალატი, ყველაფერი შეიძლება, მაგრამ არ შეიძლება საცოლეს გაქცევა აპატიო. ეს არის როგორი დარტყმა, წარმოიდგინეთ რა ეპოქა, რა ხალხია, რა ოფიცრობა, ეს ხო ის არ არის ვიღაცა მართლა ანდრუშა, დღევანდელი ანდრო, ეს ხო არის კაცი, რომელსაც ამ ქალმა ფაქტობრივად გამოაცალა მთელი ნიადაგი. ეს მაძიებელი კაცი იყო, ის მასონურად განათლდა, ის ცდილობდა სახელმწიფო რეფორმებს, ის ცდილობდა ტოლსტოის რეფორმები გაეტარებინა სოფლში, მან იცის რომ განათლება საჭიროა ხალხისთვის, ეს ხო ჩვეულებრივი ვიღაცა კაცი არ არის. ოღონდ ამ კაცმა დაიჯერა რომ იგი დაბერდა და მკვდარია, სანამ არ დაინახა რომ ბებერი მუხა აყვავდა. ანუ სახეობრივი თვალსაჩინო საერთოდ ბალკონსკის ირგვლივ ტრიალებს ეს რომანი და რა თქმა უნდა იგი მხოლოდ ეპიზოდია. რა თქმა უნდა აქ არის უზარმაზარი რამ, მაგრამ თუ ანდრეი ბალკონსკის სიკვდილს გაიგებ და ეს არის ალბათ ყველაზე მაგარი ადგილი დედამიწის ზურგზე დაწერილებს შორის. ანდრეი ბალკონსკის სიკვდილის მაგვარი რამის დაწერა ბევრ მწერალს რა თქმა უნდა არ შეუძლია. შეიძლება მთელი რომანები მიეძღვნას ძალიან მარტივად. ტოლსტოიმ როგორც მისი გმირობა, ისე მისი სიკვდილი ძალიან მარტივად აჩვენა. ტოლსტოის გენიალობა მდგომარეობს იმაში, რომ ის ოსტატობას მალავს. მას არ უყვარს ოსტატობით ჟონგლირება. ეს არ არის ჩიკაგოს არქიტექტურა, როცა დამჭერი ტროსები ჩანს. მთელი მისი ხელოვნება არის არსეს კელარე არტემ, ანუ ხელოვნების დამალვა. მაგრამ ამ კაცში ვერ დაიმალა, იმიტომ აჩვენა რომ იდეალია და აჩვენა რა კაცს უყვარდა ნატაშა როსტოვა. მან აჩვენა ნატაშას აღორძინება საიდან დაიწყება, იმიტომ იმან დაინახა ვინ იყო კურაგინი, ვინ იყო თვითონ. ამ დროს ტოლსტოიმ გვაჩვენა რა არის ქალი ფიზიოლოგიურად, ერთი წელი რომ საქმრო მიატოვებს ახალგაზრდა ქალს, მაშინ რა მოხდება.
ის იმ ზღაპრებს არ გვიყვება რა, რომელსაც სხვა დიდი მწერლების გვიყვებიან, მაგალითად ბრიტანელები. არ გვიყვება რა თავშეკავება, ის გვიყვება ფიზიოლოგიაზე. დედამიწის ზურგზე შეიძლება ჯოისი იყოს კიდე ასეთი მწერალი არ არის, ვინც ასე კარგად ერკვევა ქალებში. რა თქმა უნდა, დოსტოევსკი, რომელიც არ ჩამორჩება ტოლსტოის არაფერში და რაღაცებში, რა თქმა უნდა, იდეოლოგიაში და განსაკუთრებით გმირების იდეოლოგიურ შეჯახებას შეიძლება ასწრებს კიდეც, მაგრამ ქალების სახეებში ტოლსტოის არ აყავს მეტოქე. მე ვფიქრობ, რომ სულ სამნი არიან დედამიწის ზურგზე, ჩვენი რუსთაველი, რომელიც ქალების დიდოსტატია, ტოლსტოი, რომელიც არის უზარმაზარი მცოდნე ამ სამყაროსი და რა თქმა უნდა, ბლუმის ოჯახის ხათრით, აქ რა თქმა უნდა შევიყვანო ჯოისიც. მე ვფიქრობ, რომ ომი და მშვიდობა ესაა ნაწარმოები, რომელთან დაკავშირებით მახსენდება ინგლისის პრიმასის სიტყვები დოსტოევსკის დანაშაულსა და სასჯელზე. მან თქვა, რომ დოსტოევსკის არ წაკითხვა დანაშაულია და წაკითხვა სასჯელია. ტოლსტოის შემთხვევა არის კლასიკური შემთხვევა. მისი არ წაკითხვა ბედნიერება და წაკითხვაც ბედნიერება. რატომ ამბობ ასე? იმიტომ ამბობ, რომ არ წაკითხვა ნიშნავს, რომ ბევრი უმძიმესი შეკითხვა, რომელიც ცხოვრებისგან შეიძლება ჩვენ არ მივიღოთ და ტოლსტოიმ შეიძლება დაგვისვას, ჩვენ აქ ვწდება. ამიტომ გარკვეული გაგებით მის გარეშე ცხოვრებაშიც არის ბედნიერება. მაგრამ თუ მას წაიკითხა, ეს უმძიმესი კითხვები დაისმება და რაც თავია, მათ გაეცემა ნათელი ოპტიმისტური პასუხი ამ რომანში. 4 უზარმაზარი ტომი. მე ყველას ურჩევ ელექტრონულ წიგნებში იკითხონ, იმიტომ რომ არ შეაშინოს წიგნების მოცულობა. მაგრამ მინდა გითხრათ, თუ ვინმეს კითხვა უყვარს, ტოლსტოი იკითხება, ну რა ვიცი ახლა, წყალივით მეთქი რო ვთქვა, ვერ ვიტყვი კარგად, არა, ზოგიერთ წყლის მაუჭვირ. აი რა რისი სმაც გეიოლება. ზოგიერთ ხმავს ღვინო ლიმონათივით წავიდა. აი ტოლსტოი არის ღვინო კი არა, ეს არის ვისკი, არაყი და უმძიმესი სასმელი, რომელიც მიდის ლიმონათივით. რომელიც გაბრუებს პირველივე სიტყვიდან და რომელიც არის ისეთი ნათელი, ისეთი პატიოსა პირნათელი შენს წინაშე, რომ არაფერს არ გატყუებს. მან არ განადიდა რუსი ხალხი. მან არ დაწერა ქებადიდება რუსი, მან აჩვენა რუსი ხალხის ყველაზე ბნელი ნაწილიც და მან ასევე გითხრა, რომ ლევ ტოლსტოიზე უფრო მაგარი რუსი არსებობს, მას ქვია კარატაევი და ის უბრალო სალდათია. ეს განსაკუთრებული იდეაა, რა თქმა უნდა, ამის დაჯერება არავის არ გვინდა და არც ვიჯერებთ. ვიცით, რომ ეს თვითონა იქ დამალული, მაგრამ განსხვავებით ანა კარინინსა, რომელიც კაი რედაქტორი გაანახევრებდა და ანას ნაწილს დატოვებდა, ლევინის ნაწილს ამოიღებდა, აი ამ უზარმაზარ რომანში მე მგონი ერთი ფრაზა არ არის, რომლის ამოღება შეიძლება. ამიტომ ფაქტობრივად ჩვენს წინაშე არის იდეალური წერლის იდეალური რომანი. რადიო შოკოლადი და ჯეოსელი წარმოგიდგენთ ლევან ბერძენიშვილის საავტორო გადაცემას წიგნები. დასკვნის სახით მე შემიძლია გითხრათ, რომ ტოლსტოიმ მოახდინა დიდი გავლენა მსოფლიოზე, მაგრამ ეს გავლენა არ იყო ისეთი, როგორც დოსტოევსკისა, იმიტომ რომ ტოლსტოის მერე არავინ არ სცადა ომი და მშვიდობის გაგრძელება. ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ტოლსტოიმ ფაქტობრივად დაამთავრა ომისა და მშვიდობის თემა ზოგადად და მეორე მსოფლიო ომმაც კი ვერაფერი ამ ხრივ ვერ შეცვალა. აღარ დაიწერა ასეთი წიგნი, რომელსაც შეუძლია მთელი პანორამა აჩვენოს ცხოვრებისა. ბალზაკმა ბევრი რომანი დაწერა, რომ ეს შთაბეჭდილება შეექმნა. ჯოისმა უზარმაზარი წიგნი დაწერა იმისთვის, რომ ეს შთაბეჭდილება შეექმნა, მაგრამ ვერავინ უკვე ამ საშინელ მოგზაურობაში ვეღარ შეყვა ტოლსტოის 200 ისტორიული პერსონაჟით ვერავინ ვერ ოპერირებს და 559 გამოგონილი პერსონაჟი, საიდან 300-ზე მეტი მართლა გამოგონილია, რა თქმა უნდა ვერავინ ვერ ოპერირებს. ამიტომ იგი დარჩა მაგალითად, რომლის გადაჭარბება მე მგონი ძალიან გართულდება. შეგახსენებთ, რომ რადიო შოკოლადის ეთერში თქვენ მსმენთ გადაცემა წიგნებს, რომელიც ეთერში გადის ყოველ 5 შაბათს საღამოს 6 საათზე. გვისმინეთ ონლაინ მისამართზე radioshokoladi.com. გადაცემების ჩანაწერების მოსმენა შოკოლადისა და ჯეოსელის Facebook-ის გვერდებზეც არის შესაძლებელი. გამოგვეხმაურეთ, მოგწერეთ Facebook-ის გვერდზე თქვენი კითხვები, რჩევები და სურვილები. გადაცემაზე მუშაობდნენ ავტორი და წამყვანი ლევან ბერძენიშვილი, ჟურნალისტი და პროდიუსერი გიორგი ჭეიშვილი, ხმის რეჟისორი თორნიკე ფოფხაძე.